დღე გრძელდება. ხალხით სავსე ფოიეში თავის რიქსელის ფეხბურთის ერთგული ქომაგი და ნაკრების ცნობილი თილისმა ოთარ მამასახლისი. იგივე ოთარი ინიო. მე ვარ ოთარ მამასახლისი 45 წლის, ცხოვრობ თბილისში. მეც სახელად ოთარ ინიოს მეძახი. ამოდიოდი სტადიონებზე, ყველა ქვეყანაში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, სხვადასხვა იმიტაციას ვაკეთებ პაროდიებს. დღეს ნიჭიერში იმიტომ მოვედი, რომ ჩემი მრავალხრივი ნიჭი დამემტკიცებინა ამდენი აუდიტორიის წინაშე. მე გიგიცნობ, მაგრამ გაეცანი ხალხს. ვარ საქართველოს ნაკრების თილისმა, ფეხბურთში ოთარ მამასახლისი. კი, ვიცნობ. თილისმა. იმიტომ თამაშობს ესე კარგად საქართველოს ნაკრები. მე მგონი ცუდი თილის მყავს. რატო? არა, ეხლა გავხდი, ეხლა. ეხლა გავხდი. ეხლა 2012-ში გავხდი. რა წარმოგიდგენ დღეს ოთარ? ჩიფსის ბანკაზე ბურს ვაჩერებ და ვაცემინებ და არ ვარდება ბურთი. რანაირად აცემინებ, აი გამაგებინე, როგორ? როცა კიდე აცემინებ? ესე ვაკეთებ. არასწორად აცემინებს შენ. კიდე რას აკეთებ? კიდე რეები შეგიძლია? შემიძლია ფეხბურთელის პაროდია აშკას კინკლაძე, შევჩენკო, კალაძე, რონალდინიო. აი, აბა დავიწყოთ ეს. ფეხბურთელის პაროდია იაშკა. მოეწყინოს ახლა იაშკას რა. თავია ზიდანი არის. ვინო? ზიდანი. რონალდინიო. დაიმინდა, შენ რა გამოდი ზონა? მესის პაროდია, მესი. ახი კალაძე. ერთი წუთი ნახე აიყურე. რა მაგარი, აბა შენ ახლა. ეს ახასო. რაგებით ოთო? დააცემინე ახლა. სტოტიში. აი, მე მგონი საკმარისი არის ხა ეს. ყველანი მიყვარხართ და თქვენ ჯივრის წევრებო. აი, შემდეგ ტურში გადაგიყვანი, მე რა უნდა ქნა? რა უნდა ვქნა და ლექსიები უნდა წავიკითხო, ჩემი დაწერილი ლექსიები. რას ლაპარაკობ? მოვიტანო ლექსი წავიკითხო? არა, ერთი წამი. რომ მოიტანო და წაიკითხოთ მე რა სიზამ. მე აი სოსონ არიმანძეზე მაგრად ვიმღერებ. იმას უნდა გადაუჯოგრო. აგერ არის და აქ არის. ოთარ, არის იცი, რასაც აკეთებ? ეს არ არის ამ პროექტისთვის, ხდები? ეს არის პროექტი ნიჭიერი. ვაიმე. აქ უფრო განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებს ვეძებთ, ჩემო ოთარ. და ლექსები წერე ხო ნიჭია კაცო. რა თქმა უნდა, აი მაგ ლექსი და წაგიკითხო, მაგარი ლექსია რა. კაი, წაგიკითხო. შემომიტანო ლექსი ეთქო. მერე. ლექსი ჟიურის წევრებს. ყველანი ამ ქვეყანაზე ჩვენ ვართ მიწიერები. თქვენ უნდა აღმოაჩინოთ დარბაზში ნიჭიერები. კარგი პიროვნებები ხართ. ალბათ იქნებით კრიტიკულები. აქ მე პრიზები მინდა მოვიგო და მე არ მინდა ფულები. ვანო რაღაც მინდა გითხრა, ჩაკჩურჩულო ჩუმად ყურში. გეკითხები ძალიან გთხოვ, გადამიყვან შემდეგ ტურში. გააკეთა, მესი გააკეთა ბოლოს. ინტონაციური პოეზია. გადამიყვან შემდეგ ტურში. ხო, აი, უყურე, გადამიყვან შემდეგ ტურში. გადაიყვან შემდეგ ტურში. ჟიური. კაი, მოდი გადაწყვეტილება მივიღოთ. გეგა. არა. გეგა ამბობს არა. ეხლა რა გავაკეთო? კაი ადამიანია, გადასარევი, მაგრამ რასაც აკეთებ არ არის კაი. ლექსები კიდევ რაც შენ გვაჩვენე არ იყო ისეთი ძალიან გრანდიოზული და განსაკუთრებული, მაგრამ ხალხის გართობა ძალიან შეგიძლია. ამიტომ მე მოგცემდი შანსს და გივიტყოდი კი. ვანო, აი ესე იცი ხოლმე, გადაწყვეტილებას მომიჩეჩებ ხოლმე ესე რა. მე რა შუაში ვარ? მე მაქვს ჩემი გადაწყვეტილება.
მე მგონი იცი რა, ნიჭიერ ზაგრია ესეთი ხალისიანი ადამიანი და მოდი მივცეთ შანსი და შემდეგ ტურში გვიმღერეთ. ერთი რამე უნდა გითხრათ რა. ქალბატონო სოფო, მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ქალი მინახე, მაგრამ თქვენაი ლამაზი არ მინახია ცხოვრება და არ არსებობს. კარგი, გელოდებით შემდეგ ტურში. მადლობს, კარგად იგავით, ხალხო. ვიყვარხარ. ოთარი მეორე ტურში გადავიდა და რაც მთავარია, ცნობილ გულშემატკივარს უკვე თავად ეყოლება გულშემატკივარი.